მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემს YouTube არხზე. დღეს ახალი ვიდეოით დაგიბრუნდით და მინდა მოგიყვეთ ჩემი ქორწილის შესახებ. ჩემი ქორწილიდან გავიდა უკვე 3 წელი თითქმის. და გადავწყვიტა რომ მოკლედ გადავხედოთ ჩემს ძველ ლუკებს, ქორწილის წინა პერიოდის და ასევე ქორწილის დღის ცხადია. და ნახოთ როგორ შემიცვალა გემოვნება, თუ ვფიქრობ რომ ისევ მომწონს ჩემი დასაცმელი, ჩემი აქსესუარები და ასე შემდეგ. და მოკლედ ერთად შევაფასოთ ჩემი საქორწინო და წინა საქორწინო ლუკები. და მოკლედ დავიწყოთ სულ თავიდან, რა მეცვა ჩემს ხელისთხოვნის ცერემონიაზე, ნიშნობაზე. ველოდებოდი, ვიცოდი, ნაელაპარაკები გქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით და ველოდებოდი რომ ხელს მთხოვდა. უბრალოდ როდის მოხდებოდა ეს არ ვიცოდი წინასწარი. სასაცმელი მქონდა გამოწერილი, რომელსაც ველოდებოდი და მინდოდა რომ ჩამეცვა ის რაღაც კაბა, რომელიც გამოვიწერე ჩემი ხელისთხოვნისთვის. თუმცა ვერ მოასწრო ჩამოსვლა და არანაირი გეგმა არ მქონდა რა უნდა ჩამეცვა ჩემს ხელისთხოვნაზე. ამიტომ შემთხვევით მოკლედ გარდერობიდან გამოვიღე კაბა, რომელიც დაგეგმილი მქონდა რომ ქორწილში უნდა ჩამეცვა რამდენიმე თვის შემდეგ და მოკლედ ჩავიცვი ეს კაბა. აქ დავურთავ ხოლმე ფოტო ვიდეო მასალას რომ ნახოთ. ეს კაბა არის მანგოსი, თუმცა გრძელი იყო და ცოტა სიგრძეში მოვაკლებინე მკერავს. მეცვა ბერშკას ღია ფეხსაცმელი და ჯინსის ქურთუკი და ჩანთა წითელი კარბიზასი. არ ვიცი, დიდად კმაყოფილი რა თქმა უნდა ამ გითარ ვარ, უბრალოდ იმდენად დაუგეგმავადი იყო, სხვანაირად ვერ მოვახერხე. უკეთ ესეთი იყო ჩემი ხელისთხოვნის ლუკი. კაბა დღემდე მომწონს, მაგის მერე რამდენჯერმე კიდევ მეცვა, ამიტომ კაბას 10-დან დაახლოებით ალბათ 6-7 ფულას დავუწერდი, თუმცა საბოლოო ჯამში მთლიანი ლუკი არ მომწონს. 20 წლის 26 მაისს მე და ნიკა დავინიშნეთ. და შემდეგი ეტაპი უკვე იყო ოფიციალური ნიშნობა, ანუ ოჯახებით ერთმანეთის გაცნობა და ოფიციალურად სახლში ნიშნობის წვეულების გაკეთება. და კაბა მქონდა შერჩეული აქ დავურთავ სურათს. რატომღაც წარმომედგინა რომ ესეთი კაბა უნდა მცმოდა. იმ ბევრი ვეძებე მოკლედ გამზადებული რომ მეყიდა. თუმცა ვერაფერი ვერ ვნახე და ყოველთვის ესახდება ხოლმე როცა რაღაცა წინასწარ ან ვიცი რომ ჭირდება და უნდა ვიყიდო, რატომღაც არასდროს არსად არ იშოვება ხოლმე ისეთი კაბა როგორც მე მინდა. ხოდა ამიტომაც გადავწყვიტე რომ შემეკერა და ასევე რატომღაც გადავწყვიტე რომ თეთრი არ მინდოდა და მინდოდა კრემისფერი და ვიპოვე ერთ-ერთი მკერავი რომელიც აღმოაჩინე ჯგუფში ქორწილების Facebook-ზე და ყველა ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა სადაც ამ ორგანიზაციას უწევდნენ რეკომენდაციას, თუმცა აღმოჩნდა რომ ყველა ვინც აკომენტარებდა იყო ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი. და ნუ მოკლედ მივედი, საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად მითხრეს რომ შეკერავდნენ ამ კაბას და იდეაში დიზაინი მარტივიც არის და განსაკუთრებული არაფერი არ ჭირდებოდა. ასევე მითხრეს რომ ნაჭერს თვითონ შეიძენდნენ, უბრალოდ მე უნდა მენახებინა როგორი მინდოდა და ვანახე ძალიან ღია კრემისფერი, რაღაც რძის ფერში რომ გადადის, ეგეთი ფერის ნაჭერი ატლასის. თუმცა მითხრეს რომ ვერ იშოვეს მსგავსი ნაჭერი და ესეთი კაბა შემიკერეს. ძალიან უკმაყოფილო ვიყავი, საშინელი დგომა ქონდა თვითონ ამ კაბას. ბოლოს ისე გამოვიდა რომ სხვა მკერავთან მივიტანე რომ რაღაცა ოდნავ შემესწორებინა. ფეხზე მეცვა მანგოს ლაკის პრიალა კრემისფერი ფეხსაცმელი, რომელიც ღამეზია და სტანდარტულია და განსაკუთრებული არაფერი არის, თუმცა ამ კაბისთვის ვფიქრობ რომ ესეთი იყო შესაბამისი და მეტნაკლებად მომხვდა. თმა და მაკიაჟი გავიკეთე სილამაზის აკადემიაში და კარგად მქონდა საკმაოდ. თუმცა დღეს რომ ვაკეთებდე, რა თქმა უნდა, სხვა რამეს ჩავიცმევდი და სხვანაირ მაკიაჟსაც გავიკეთებდი და ამ კაბას ალბათ დღეს დავუწერდი 3 ქულას 10-დან. ამაზე მეტი მგონია რომ არ ეკუთვნის. თქვენს გამიზიარეთ თქვენი შეფასებები ჩემს ლუკებთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო არის იმენი აზრი, მაინტერესებს რომელი ლუკი იქნება თქვენი ფავორიტი და რომელი არ მოგეწონათ ყველაზე მეტად. ოკეი, გავაგზავნოთ. ბაშალორეთი არის წინა საქორწინო წვეულება, საუბრობთ ყველა მიცით. ცალკე არის ხოლმე გოგოების და ცალკე არის ბიჭების და მე გადავწყვიტე რომ ჩემს გოგოებთან ერთად წავსულიყავი ბათუმში ბაჩალორეთზე. და რამდენიმე ლუკი მქონდა ამ ვიკენდისთვის გამზადებული.
პირველ რიგში, რადგან ბათუმში მივდიოდი, თქონდა საცურაო კოსტიუმი თეთრი თლიანი და ასევე ამაზონიდან გამოვიწერე რაღაცა შეკვრა იყო დეკორაციების, კედლის დეკორაციები იყო, რაღაც ბეჭედი იყო, გასაბერი, ბუშტი და ასე შემდეგ. ასევე იყო ფატა, გვირგვინი და ფეხზე გასაკეთებელი, არ ვიცი რა ქვია, ძალიან მომწონს, ალბათ დიდად არაფერს არ შევცვლიდი. საცურაო კოსტიუმი საკმაოდ სადა არის და იქამდეც მქონდა და ქორწილისთვის არ მიყიდია და წლების მერე კიდევ ვიყვნებ დღემდე, ამიტომ შესაბამისად მომწონს. ვფიქრობ, რომ კლასიკურია და 10-დან სავარაუდოდ 9 ქულით შევაფასებდი. უბრალოდ ფეხზე, ნუ რა თქმა უნდა, პლიაჟზე ვიყავით და ფეხსაცმელი არ შედის ამ ლუკში. და 2 კაბა გამოწერილი, ორივე გამოვიწერე აი ამ საიტიდან Fashion Nova, რომელიც არ არის დიდად საოცარი ხარისხით გამორჩეული, თუმცა ძალიან ლამაზი კაბები აქვს და განსაკუთრებით ესეთი ბაჩელორეტისთვის შესაფერისი კაბები აქვს ხოლმე. თეთრი ძალიან ბევრი ვარიანტი იყო, თუმცა ეს ორი ავარჩიე. ერთ-ერთი არის ჭყვიალა, მთლიანად, რომელიც საბოლოო ჯამში მე მგონი ეგ ჩავისვი, მაინც გარეთ როცა გავედით ახსენიშნად, თუ სწორად მახსოვს ეგ მეცვა და მეორე კაბა ვერ ჩავიცვი, ვერ მოვასწარი მე მგონი, თუმცა მე მეცვა. ორივე ძალიან ლამაზი იყო. ფეხზე რაც მოცვია ეს არის Charles & Keith's ძალიან სადა უბრალო კრემისფერი ღია ფეხსაცმელი, რომელიც მაგის მერე წლები მეცვა, დიდად კომფორტულობით ვერ გამოირჩევა, თუმცა ისეთი ფერი არის, რომ ძალიან უხდება ამ ლუკს და ზოგადად ბევრ ლუკს, იმიტომ რომ არის ნეიტრალური და ფეხს აგრძელებს. ორედის ორი კაბა ესეთი იყო, ძალიან მომწონს ორივე. მაგრამ მაინც უფრო მეტად ალბათ ჭყვიალა. ბაჩელორეტის მერე ავედით თაფლობის თვეში მე და ნიკა. განსაკუთრებული საქორწინო ლუკები არ მქონდა. თუმცა თუ ფოტოების ნახვა გსურთ, შეგიძლიათ გამოვიყვეთ Instagram-ზე, სადაც ძალიან ბევრი ფოტო მიდევს და ასევე highlight-ებში მაქვს ჩვენი თაფლობისთვის სტორები, რომელიც 2021 წელს იყო, უკვე 4 წლის წინ თითქმის და დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი ტრიპი არის, სადაც ყოფილვარ. ამის შემდეგ 22 წელს ძლივს გვეღირსა და დავგეგმეთ ქორწილი. ჩვენი ქორწილი იყო 4 ივნის და წინა დღეს, ანუ სამში გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოგვეწერა იუსტიციაში. მინდოდა რომ ქონოდა rehearsal dinner, ანუ რეპეტიციის დინერი წინა დღეს, რომ ყველას ცოდნოდა სადნო დამდგარიყო, ვინ უნდა გამოსულიყო პირველი და ასე შემდეგ თვითონ ცერემონიაზე და ამას დავამთხვიეთ ჩვენი ხელის მოწერა ოფიციალური იუსტიციაში, საიდანაც შემდეგ უკვე წავედით რესტორანში, სადაც უკვე იქნებოდა ქორწილი მეორე დღეს. ჩემი ყველაზე საყვარელი ალბათ ლუკი საქორწინო პერიოდის არის ჩემი ხელის მოწერის ლუკი. ეს შარვალ კოსტუმი შევიძინე Zara-ში და უზომოდ მომწონს დღემდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზია, ძალიან კლასიკური არის და Carrie Bradshaw-ს მახსენებს და მოკლედ ძალიან მომწონს. რაც შეეხება ამ ლუკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფეხსაცმელი. მოკლედ ბევრი ვეძებე, ძალიან საქართველოშიც ვეძებე, საიტებზეც ვეძებე. ასე iconic ფეხსაცმელი რაც მახსენდება ქორწილზე არის Carrie Bradshaw-ს ფეხსაცმელი, Manolo Blahnik's საოცარი iconic მოდელი, ჰანგისი და Farfetch-ზე მოკლედ ვეძებდი ამ ფეხსაცმელს და გადავეწყდი და იდეალურად მოხვდა ჩემს კაბეს. და გადავწყვიტე რომ წინა დღეს ჩემს შარვალ კოსტუმთან ეს ფეხსაცმელი ჩამეცვა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეს უხდებოდა იმ ფეხსაცმელებიდან რაც მქონდა და თან ვიფიქრე რომ კომფორტული იქნებოდა უფრო წინა დღეს რომ კარგად მომერგო ეს ფეხსაცმელი, რომ მეორე დღეს ქორწილში უკვე პრობლემა აღარ მქონოდა. დადგა უკვე უშუალოდ ქორწილის დღე. ძალიან ემოციური დღე იყო და გავიღვიძე დაახლოებით 5 იყო თუ სწორად მახსოვს. დილის მოსამზადებლად გამოვიწერე Amazon-დან ესეთი ხალათი. ბევრი ვეძებე თბილისში, თუმცა ისეთი საოცარი ფასები ქონდა ესეთ მოსამზადებელ აუთფიტებს, რომ შოკში ვიყავი, ანუ ვერაფერი ვერ ვნახე. ესეთი ხალათი, აი ეს ხალათი გამოვიწერე Amazon-დან, თუ სწორად მახსოვს, $30 მივეცი თუ 40 და თბილისში, რა ვიცი, 200-250 ლარი ღირდა მსგავსი ხალათები, ესეთი ბუმბულებით.
და ძალიან ბრაუსით სადაც არ მინდოდა შესაბამისად ეს იდეალური ვარიანტი იყო. ასევე Amazon-დან გამოვიწერე ჩუსტები ჩემთვის და ჩემი მეჯვარეებისთვის და ჩემი მეჯვარეებისთვის შევუკვეთე ასევე პიჟამა, ოღონდ ეს შევუკვეთე ქართულ ბრენდს, რომლის სახელსაც დავწერ აღწერაში თუ ვიპოვე, იმიტომ რომ არ მახსოვს ახლა. ესეთი მწვანე პიჟამები მქონდა, იმიტომ რომ ჩემი ქორწილის ფერი იყო მწვანე და თეთრი. ლუქს, მოსამზადებელ ლუქს სავარაუდოდ დავუწერდი 8 ქუღლას 10-დან ჩემსას. დადგა მთავარი ეტაპი და უნდა ჩავიცვა ჩემი კაბა. ამ კაბაზე იმდენი ვიფიქრე და როგორც გითხარით 2020 წლიდან ქორწილს გეგმავდი და 2022 წლამდე მოკლედ 1000 ჯერ შემიცვალა აზრი. ძალიან მარტივად მოვეკეცი გავლენის ქვეშ ესე მგონია ბევრი ადამიანის, მათ შორის დიზაინერის, მათ შორის მკერავების, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების და ასე შემდეგ და ბევრი რამე შევცვალეთ ამ კაბაში. დღევანდელი გადმოსახედიდან ცოტა სხვანაირს გავაკეთებდი. თუმცა თვითონ კაბა ულამაზესი არის, მართლა საოცრად ლამაზი იყო. ფოტოებში კიდევ არ ჩანს იმდენად ლამაზი, როგორც რეალურად იყო. ძალიან ჭყვიალებდა მზეზე ეს ნაჭერი თვითონ, ასევე დგომაც ძალიან კარგი ქონდა და ჩვენს გარემოს, სადაც ქორწინდებოდით, ძალიან მოუხდა. ამ კაბას დღევანდელი მდგომარეობით შევაფასებდი სავარაუდოდ 7-8 ქულით, თუმცა გონია რომ ძალიან ლამაზი კაბაა. ძალიან, უბრალოდ გემოვნება ცოტა შემეცვალა. ნიკას აუთფიტს რაც შეეხება, ეს აუთფიტი ვიყიდეთ პარიზში, არის Outlet სოფელი, რომელიც წინა ვიდეოში ვახსენე მე მგონი. სახელს აქ დავწერ. ფასტაკლებები იყო, ძალიან ლამაზი რაღაცები იყიდებოდა და ნიკამაც თავისი შარვალ კოსტუმი არჩია ამ Outlet სოფელში არის Armanis პერანგი აცვია ბოსის, რომელიც თბილისში იყიდა, იმიტომ რომ Armanis პერანგი იყიდა ყველაფერთან ერთად, თუმცა მე მოვიფიქრეთ, რომ გვინდოდა რომ გაეკეთებინა ქაფლინგები, არ ვიცი ქართულად რა ქვია, თუმცა პერანგის მოკეთის ხელის შესაკრავი და ეს გავაკეთე საჩუქრად ფაჩუქე მოკეთ ნიკას ჩვენი პერსონალიზირებული ქაფლინგები, სადაც ეწერა ჩვენი ინიციალები და ქორწილის თარიღი. ულამაზესი არის, ვფიქრობ რომ ძალიან კარგი საჩუქარი არის საქმროსთვის, ქორწილისთვის და თან ძალიან სენტიმენტალური არის და მთელი ცხოვრება მოკლედ ექნება. მოკლედ ნიკას ლუკი ძალიან მომწონს და 10-დან 10 დავუწერდი. ჩემი კაბა როგორც ნახეთ უზარმაზარი იყო და თან შიგნით ჰქონდა სარჩული ეს რაღაც რკინის მულტფილმებში რომ არის ხოლმე უზარმაზარი ეს როაცვიათ, ეგეთი რაღაცა მეცვა და ძალიან მძიმე იყო თვითონ ეს ჩემი კაბა და ამიტომ აუცილებლად უნდა ჩამიცვა მეორე, რომელშიც უფრო თავისუფლად ვიქნებოდი, შემეძლებოდა ცეკვა და სიარული და ასე შემდეგ. ყველაზე საყვარელი ლუკი არის ჩემთვის, ჩემი ქორწილიდან ეს და ხელისმოწერის იუსტიციაში რაც მეცვა ეს შარვალ კოსტუმი. ეს ორი ლუკი არის ჩემი ყველაზე საყვარელი. ამ კაბას დავუწერ 10-დან 10. ასევე ფეხზე მეცვა ნაჭერს როცა ვარჩევდი ამ კაბისთვის, ეს ფეხაცვანი მქონდა წარმოდგენილი რომ უნდა ჩამეცვა, ამიტომ დაახლოებით ერთი და იგივე ნაჭერი, ერთი და იგივე ტონალობის ნაჭერი ავარჩიე. რაც იყო ფეხსაცმელი და ასევე აქსესუარებიც ავარჩიე ფეხსაცმლის მიხედვით, იმიტომ რომ ფეხსაცმელს შესაკრავი ქონდა მარგალიტებით და გავიკეთე ჩემი მარგალიტის საყურე, რომელიც ჩემმა საოცარ დედამთილმა მაჩუქა ქორწილში, ასევე ბეჭედიც, სამეჯური მაჩუქა დედამჩემმა. ეს მეორე ლუკი გამოვიდა ესეთი 10-დან 10, ძალიან მომწონს, არაფერს არ შევცვლით. დღევანდელი მდგომარეობით ვფიქრობ, რომ საკმაოდ შემეცვალა გემოვნებით, თუმცა მაინც ძალიან მომწონს ყველაფერი, რაც მეცვა და ვფიქრობ, რომ ისეთი ლუკებია, რომელიც დროს გაუძლებს და არასდროს არ ვიფიქრებ, რომ აუ ეს რა მეცვა თქო. უბრალოდ მაინც რაღაცა ეხა რა ვაკეთებ და ცოტა სხვანაირად გავაკეთებდი და ეს ფაქტორი მოქმედებს. თუმცა სხვა მხრივ ძალიან მაყოფილი ვარ ყველაფრის და რაც ყველაზე მთავარია, საოცარი დღე იყო და ჩემი ნიკას სიყვარულის დღე იყო, რა თქმა უნდა და სხვა არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი ვიტირეთ, ძალიან ემოციური დღეც იყო და მოკლედ ახლა დამიწერეთ კომენტარებში რომელი იყო თქვენი საყვარელი ლუკი და რომელი ლუკი მოგეწონათ ყველაზე ნაკლებად.
ასევე არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, დალაიქოთ და დააკომენტაროთ ეს ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყურეთ, ძალიან ვაფასებ მართლა თითოეულ თქვენგანს, რომელიც დროს უთმობს ჩემს ვიდეოებს. იმედია საინტერესო იყო თქვენთვის. და მოგეთ ველოდები კომენტარებს. დროებით.